ღია ეთერში დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა, როგორც ყოველთვის დღესაც აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, კვებითი ალერგია ბავშვებში. ჩვენი სტუმარია პედიატრი თამარ ქრისტესაშვილი. ქალბატონო თამარ, მოგესალმებით. გამარჯობა ქალბატონო, მოგესალმებით. ქალბატონო თამარ, დიახ, რაც შეეხება კვებით ალერგიას, ძალზედ გავრცელებულია, თუმცა ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, როგორ მართოთ სკოლაში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ზოგადად ეს პროცესი, როდის და რა სახით იჩენს თავს ალერგია, რა უნდა გავითვალისწინოთ, როდის მივმართოთ ექიმს, ასე რომ სასაუბრო ბევრია. და მოდით უპირველეს ყოვლისა, ჩვენს მსმენელს ვუთხრათ თუ რას ნიშნავს კვებითი ალერგია და რა იწვევს მას. გისმენთ. დიახ, ქალბატონო, ეს კვებითი ალერგია თვითონ წარმოადგენს ეს იმუნური სისტემის არასწორი რეაქცია უვნებელ ცილაზე, რომელსაც საკვები შეიცავს. ყველაზე ხშირად ჩვილებში და ბავშვებში გვხვდება, ძირითადად ისეთ ბავშვებში, რომლებსაც სხვა ტიპის ალერგია აქვს, ან ოჯახური ანამნეზი აქვს, თუმცა შემთხვევები უმეტესად დაკავშირებული არის ისეთ ნებისმიერი ტიპის საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს კვებითი ალერგია, თუმცა ძირითადად შემთხვევები მოდის ძროხის რძეზე, მიზეზები, ანუ გამოწვევა შეიძლება იყოს ძროხის რძე, კვერცხი, არაქისი და სხვა თხილეული, სოიო, ხორბალი, თევზი და ხის პროდუქტები და სეზამის თესლი. ეს არის კვებითი ამ საკვებ პროდუქტებზე, კვებითი ალერგიის დროს უვნებელი ცილა, რომელიც შეიცავს საკვები, ორგანიზმი არასწორად აღიქვავს და ხდება უკვე იმუნური სისტემის გააქტიურება, პასუხი, გამომუშავება ანტისხეულების ამ ალერგენზე, ანუ ამ უვნებელ ცილაზე და შემდგომ ხდება ის სიმპტომები, რაც გვაქვს ხოლმე, შეიძლება იყოს გამონაყარის სახით, კუჭნაწლავის პრობლემები, სუნთქვის პრობლემები და სისხლის მიმოქცევის პრობლემები. ანუ სიმპტომები თვითონ შეიძლება იყოს მსუბუქი, ან უკვე სიცოცხლის საშიშიც. კი ბატონო. და რაც შეეხება კვებას, რა თქმა უნდა, როდესაც ალერგიული ფონია, მნიშვნელოვანია მართებული კვება, რას ეტყოდით იმ მშობლებს, რომელთა ბავშვებს აწუხებთ კვებითი ალერგია. უბრალოდ აქვთ კვებითი ალერგია. თუ უკვე დიაგნოსტირებულია და ზუსტად ვიცით, ანუ პედიატრთან ან ალერგოლოგთან კონსულტაციის შემდგომ მშობლმა იცის, რა ტიპის საკვებზე აქვს ბავშვს ალერგია, პირველი მკურნალობა ხდება, რომ თავარია ამ ალერგიასთან კონტაქტი არ გქონდეს. ანუ მუდმივად მისი რაციონიდან უნდა იყოს ეს საკვები ამოხებული. პირველი მკურნალობა რაც იწყება, ანუ მხოლოდ ის, რომ არ გქონდეს კონტაქტი ამ ალერგენთან. არსებობს სხვა ტიპის მკურნალობებიც, რომელიც მისი პირადი პედიატრი ან ალერგოლოგი წყვეტს, თუმცა ეს უკვე კი ბატონო. გასაგებია თვითონ ალერგოლოგის გადაწყვეტილება შემდეგ, რა თქმა შემდეგ და ზოგადად აი რომელი ალერგია გაივლის ასაკთან ერთად, ზოგადადაც რო ვისაუბრობთ ალერგიაზე, ну, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევაში აქცენტს ვაკეთებთ კვებით ალერგიაზე. ანუ ეს ქრონიკულია, ასე ვთქვათ, მე მთელი ცხოვრება მიყვება ადამიანს თუ რაღაცა ასაკის შემდეგ შვებას იგრძნობს. ძირითადად ალერგიულობა, ანუ ბავშვთან შეიძლება 5 წლის შემდგომ უკვე დაძლიოს, რძე იქნება, სოიო იქნება, ხორბალი თუ კვერცხი შეიძლება დროთა განმავლობაში დაძლიოს ეს ალერგია და უკვე ამტანი გახდეს ამ კონკრეტულ ალერგენს. თუმცა ამას წინასწარ, რა თქმა უნდა, ვერ განსაზღვრავთ და შესაძლებელია მთელი ცხოვრება კონკრეტულ პროდუქტზე იყოს ალერგიული. კი ბატონო, ჩვენ საუბრობთ ბაღის ასაკზე, სკოლის ასაკზე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვილების მართებულად კვება. რა როლს ასრულებს მეძუძური დედის კვება ჩვილი ბავშვის ალერგიულ რეაქციებში? ზუსტად მოგეხსენებათ, რომ ეს არის უპირველესი, საუკეთესო საკვები ბავშვისთვის და ძალიან იშვიათია, რომ თუ დედის რძეში შემავალი თვითონ ლაქტოზას, რომელსაც გალაქტოზას ეძახით, ანუ ამ გალაქტოზაზე ქონდეს ბავშვს ალერგია, ეს არის იშვიათი დაავადება და ამის სკრინინგიც დაავადებისთანავე ხდება. დანარჩენ შემთხვევაში დედის რძე არის უვნებელი და საუკეთესო საკვები ბავშვის განვითარებისთვის. თუ ბავშვს ძროხის რძეზე აქვს ალერგია, ალტერნატივა მხოლოდ არის დედის რძე ან ელემენტარული ფორმულა, რომელიც ძროხის ცილა ამინომჟავების დონემდე არის დაშლილი.
კი ბატონო და ნახეთ არის მტკიცებულება იმის შესახებ თუ ბავშვს ადრეულ ასაკში მივაწვდით კვებით ალერგენებს ამან შეიძლება მომავალში კვებითი ალერგიის განვითარების რისკი შეამციროს და ასე არის თუ არა ეს ციცრას დაზუსტებით რომ გითხრათ კვებით ერთ-ერთ მეთოდად კვების მეთოდადაც კი ხდება რომ მცირე ულუფებად ხდებოდეს ბავშვისთვის საკვების ამ კონკრეტული საკვების მიწოდება და ხდება ანუ პეროვალური იმუნოთერაპია როდესაც ძალიან მცირე რაოდენობით მიიღების დროს თანდათან ხდება დენსენსიტიზაცია იმუნური სისტემის კი ბატონო და აი რაც შეეხება ძროხის ხორცს, რაც შეეხება კვერცხს, რძეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტები, ხო, ასევე თევზი, თუნდაც თხილი, ხორბალი, თუმცა ითვლება, რომ ეს არის ალერგიული პროდუქტები. და აი ამაზე რა სიტყვით და ზოგადად აი გავრცელებულ კვებით ალერგენებზეც რომ ვისაუბროთ. ქაბატონო 6 თვიდან ჩვენ უკვე როდესაც ყარკვებაზე გადავდივართ და შობლებს თავაზობთ კონკრეტულ მენიუს როგორ უნდა დაიწყოს, რა თქმა უნდა ყოველთვის ყველა პროდუქტს ნელ-ნელა მცირე ულუფებით ვაძლევთ და ხდება დაკვირვება მშობლის მიერ თუ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე განვითარდა ალერგიული რეაქცია ამ შემთხვევაში ამოღება ხდება რაციონიდან კი ბატონო, და აი რა სიხშირით უნდა მივაწოდოთ ბავშვს, დავუშვათ ახალი საკვები პროდუქტი. ყოველდღიურად შესაძლებელია, რომ ახალი პროდუქტი გავასინჯოთ. კი ბატონო და რა თქმა უნდა საინტერესოა სტატისტიკაც, ნუ ზუსტი დავუშვათ შეიძლება პროცენტული მაჩვენებელი არ იყოს, მაგრამ მზარდია თუ არა ეს სტატისტიკა და როდესაც ბავშვთა კვებაზე და კვებით ალერგიაზე ვსაუბრობთ, ანუ დროის განმავლობაში თან ნახეთ რა თქმა უნდა ძალიან ბევრ პროდუქტს გვთავაზობენ, fast food-ზე მაქვს ახლა აქცენტი და აქედან გამომდინარე თან ბავშვები ეძალებიან ამ კვებას იზრდება თუ არა პროცენტული მაჩვენებელი. კვებითი ალერგიის მქონე ბავშვებს. რა თქმა უნდა ალერგიული რეაქციის შემთხვევები გაიზარდა, ეს კონკრეტულად რასთან არის დაკავშირებული ამის პასუხი ჯერ არ გვაქვს, მტკიცებით ფორმაში რო ვთქვათ, თუმცა რა თქმა უნდა ეს fast food-ები, ანუ სწრაფი კვების ობიექტები რომ მომრავლდა დაბინძურებული ჰაერი, შესაბამისად შეიძლება გვაძლევდეს იმის თქმის უფლებას, რომ იზრდება კვებითი ალერგიების და სხვა ტიპის ალერგიების რისკიც. დიახ, აი დავუშვათ გამონაყარი ბავშვის კანზე ეს არის თუ არა ნიშანი იმისა, რომ ბავშვს აწუხებს ან ეწყება კვებითი ალერგია. გამონაყარი ერთ-ერთი ტიპის გამოვლინება არის ალერგიისა, თუმცა შეიძლება ჩულობის ასაკში ეს იყოს ატოპიური დერმატიტი და ამ შემთხვევაში არ ვიცით მიზეზი ატოპიური დერმატიტის ეს არის თუ არა ალერგია, ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვათ გენეტიკის როლი ნამდვილად დიდია ატოპიური დერმატიტში, სხვა მხრივ გამოწვევის მიზეზი არ ვიცით და სხვა ტიპის ალერგიები, როდესაც საკვებს მიიღებს ბავშვი და გაჩნდება ამ პირის ირგვლივ ან სხვა ზედაპირზე შესაძლებელია რომ პირველი სიმპტომი იყოს ეს კონკრეტულ საკვებში ალერგია. კი ბატონო, და აი ბავშვებში კვებითი ალერგიის განვითარების რისკ ფაქტორებზეც რომ ვისაუბროთ. რისკ ფაქტორებად თითქოს არის ხოლმე გენეტიკური დატვირთვა, სხვა მხრივ წინასწარ არ ვიცით თუ კონკრეტულად არ გვაქვს ტესტები გაკეთებული და რა თქმა უნდა არც არის საჭირო რომ ჩავატაროთ კვლევა და შემდგომ მივცეთ რაიმე ტიპის საკვები. დიახ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს? ნუ არის გარკვეულ შემთხვევებში დავუშვათ მშობლები არ აქცევენ ყურადღებას და ხშირად გვსმენია გაუვლის და მაინც რომ არ დაგვაგვიანდეს იქიდან გამომდინარე რომ დროული ჩარევა ძალიან კარგ შედეგს გვაძლევს ნებისმიერი პრობლემის დროს, რა დროს, როდის უნდა მიმართოს მშობელმა ექიმს? Kabut nebismeri simptomi ეს უნდა იყოს მშობლისთვის საყურადღებო, განსაკუთრებით თუ გვაქვს ეჭვი ალერგიაზე, ვინაიდან პედიატრთან მოხდეს ჯელობა ბავშვის რაციონის და რომ შემდგომ მოხდეს გათვალისწინება ან ქმედების ზუსტი გეგმა იცოდეს მშობელმა, ამიტომ ნებისმიერი სიმპტომი, როდესაც ბავშვს გაუჩნდა, სასურველია, რომ მის პირად პედიატრთან ერთად იმსჯელოს მშობელმა ამასთან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები.
კი ბატონო და რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა, რას ეტყოდით აი ამ წუთას იმ მშობლებს, რომლებმაც გაიგეს რომ თუნდაც აი უახლოეს წარსულში მათ შვილს აქვთ კვებითი ალერგია, რა თქმა უნდა, არავისთვის ეს სასიამოვნო არ არის. და რას ურჩევდით, რა რეკომენდაციას გაუწევდით და დაამშვიდებდით იქიდან გამომდინარე, რომ კვებითი ალერგიამ შეიძლება გაიაროს კიდევაც იმ შემთხვევაში თუ სწორად მართავთ, ხო? მე მაინც მინდა რომ ესეთ პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი საუბარი. ალერგია როგორც მოვიცით, შეიძლება მხოლოდ მსუბუქად მიმდინარეობდეს და მსუბუქი გამოხატულება ქონდეს, თუმცა ასევე თუ ბავშვს აქვს ძლიერი ალერგიული რეაქცია კონკრეტულ საკვებზე შეიძლება უფრო სიცოცხლის საშიში მდგომარეობა ანაფილაქსიაც კი გამოიწვიოს. ამიტომ მშობლებს ურჩევ რომ ნებისმიერი კონკრეტული კითხვა მშობლებმა პედიატრთან ან ალერგოლოგთან ერთად გაიარონ და ამ შემთხვევაში იმოქმედონ შესთავაზონ საკვები, ესეც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები, რომლებიც მე დაწესებულებებში მიდიან, ეს არის საბავშვო ბაღები, ან სასწავლო სხვა ტიპის დაწესებულებები, სკოლები, სადაც იღებენ კვებით არიან უზრუნველყოფილი, სასურველია, რომ თვითონ ბავშვი შემდგომ მასზე მზრუნველი ან მომვლელი ინფორმირებული იყოს მუდმივად რა ტიპის საკვებზე აქვს ბავშვს ალერგია. მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიყოთ სადყოფნაში. ბატონო, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, რეკომენდაციებისთვის. გისურვებთ წარმატებებს. სატელეფონო ხაზი იყო პედიატრი თამარ ქრისტესაშვილი. კარგ ბრძანდებოდეთ ჩვენი საუბრის თემა კვებითი ალერგია ბავშვებში. ეს იყო გადაცემა ჯანმრთელი დილა, რადიო მედიის სტილის არხი აგრძელებს მაუწყებლობას, მე მალე დაგიბრუნდებით.